გამარჯობა მეგობრებო, ძალიან მოგეწონათ პირველი ნაწილი Sally Face, ასე რომ ვიღებ მეორე ნაწილს. ისევე კაი მუსიკა. მაგარი არის. მომენატრა უკვე. გავაგრძელოთ. ესე იგი, სად გავჩერდით არ მახსოვს. იმ ტიპთან უნდა წავსულიყავით. ხო, ის პონი უნდა მოგვეპარა. ხო, მაგრამ ვერ მოვპარეთ. კიდე უნდა წავსულიყავით სხვა ტიპთან. ის რაღაც ჩაიზე რო საუბრობდა, სად არის? არ მახსოვს რომელ სართულზე იყო, მინდა გითხრათ ალბათ მეორეზე. Mr. Hansen თუ რაღაც რო ერგვა კაცო. სად არის? ეგ არის? არა, ეს ჩარლია. ხო, აქ ვერ მოვპარეთ, არ ვიცი როგორ უნდა მოვპაროთ. ასე რომ წავიდეთ ჯერ იმ ტიპთან. დაცხოვრობს კაცს ვერ მივხვდი მე. პირველზე? ედისო. როგორ დაუძახე? Mr. Hansen თუ რაღაც რო ერგვა ედისონი, ხო? იქივეს მეუბნება რაც წინაზე. აკე ახალი დაგვემატა. ჩაი ედისონი, თუ შეიძლება მადლობა. კი, ერთი წამითო. ჩაის გამოგვიტანს? ესე? აიღეთ სერ. სასიამოვნო ჩაის დალევა თქვენთვის. და ჩაი გვაქვს. და რა გავაკეთოთ ამ ჩაით? შეგვიძლია დავლიოთ? თუ ამ ტიპთან უნდა შევიდეთ და ჩაი უნდა მივწეთ? არ ვიცი. დიდებს ძალიან მოსწონთო ეს ჩაი. არა? კაი, ხო. სუნი მცემს ედისონი ჩაის? კი, ეს ჭიქა მომცა. ძალიან მიყვარს ედისონის ჩაი. მომეცი აქეთ. რა? I'm sorry. რა გემრიელია. მომადუნა. ეხლა შეგვიძლია მოვტეხოთ? ვაიმე, ვერ მოვასწარი. აღება. ცოტა ხნით დაიძინაო და გაიგვიძა ეხლა. იმედიაში არ ფიქრობდი, რომ ხელი ახლო ჩემს პონის. სანამ მე მეძინასალ. შენ ხომ მომეწონე? არა, არც მიფიქრია, ჩარლი. შვენიერია, მიხარია. გიჟია. თუ კიდევ მომიტანო ედისონის ჩაის, გამახარებო ამით. თორემ მისტერ ედისონმა მითხრა, რომ დღეისთვის ეს არის. ჯანდაბა, კიდე უნდა მოვუტანო ჩაი? და თუ აღარ მომცემს, რა გავაკეთო? ვაიმე, და quest-ი იწყება. საინტერესო რამე და ერთ უნდა მოვტეხოთ ეს პონი, ხო? მაგრამ ვკითხო ჯერ ედისონის ჩაი. კი, მომცემს. ერთი წამითო. იგივეს მეუბნება პროსტა. Thank you. ეხლა სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, ეგრევე მივცემ ჩაის და დავგაზავ. მოვტეხავ პონის და გავიქცევი, ხო? ეგ. საინტერესოა. იმედია მოვასწრებ, თორე არ მინდა ხუჯერი კიდაკეთ ვიარო. მოგიტანა კიდე ჩაი? შვენიერია. დალია. აიღე. არა, ისე ვიღვიძებს. მაცა. აბა რა? რა გამახსენდა? ჩვენთან სახლში ხო დასაძინი წამალი ქონდა. ეს წამალი უეჭველი გათიჩავსო ამ სუკან სულელს. ვაიმე, ასაც ვიცოდი, თავიდან როგორ ვერ მოვტვიდე. ვაიმე. ძალიან სასაცილოა. ვწუხვარ მისტერ მარა, უნდა დაგაძინოთ. ვაიმე. ჩავუყარე ხო? ვაიმე, მწვანე გახდა. დალია. ეს უცნაურად იჟღერს, მაგრამ იმის და მიუხედავად, რომ ასეთი სიყვარული მაქვს ამ ჩაის მიმართ, არ ვიცი თუ კიდევ ერთი ჭიქა ჩამეტებ. რას ქვია, ჩაგეტევა? მართლა? მაგრამ ის ასეთი გემრიელი, ცხელი. ალბათ, თუმცა არა. არ მინდა რას ქვია? არ მინდა ზედმეტი. მე ისედაც დღეს დავლიე 20 ჭიქაო. არა უშავს კიდევ ერთ დალევ. დარწმუნებული ხარ? ხოლო ეს პორცია მისტერ ედისონმა ახალი რეცეპტით მოხარშავა. მე უკვე დავლიე 3 ჭიქა. და როგორც ფიქრობ, ეს ჩაი ჯობია სხვებს. მე დაჟე. მე აუცილებლად უნდა გავსინჯო. მოიტა აქეთ.
ლოხი რა გემრიელია არ ვიცი როგორ ის დაიცი ავიღე სათამაშო მე მაქვს 1-0 სათამაშო ჩასისხლიანებულია თან წავედით მაშინ იმ ტიპთან ხო რატომ ხაც მგონია რომ ის ბიჭი თითქოს და მკვლელია არ ვიცი რატომ მგონია მაგრამ ძალიან უცნაურ რაღაცებს გვეუბნება და იცახის რა ამბასადარი საერთოდ რა შეამჩნია ამ თამაშის რედაქტირების დროს ამას შეხედეთ ეს ის ნახატებია რაც დავინახეთ ამ თამაშის დასაწყისში სიცმარი რომ დაგვესიზმრა ეს ხალხი რო დავინახეთ ეს ხე და ეს ძაღლი გეუბნებით რაღაცა ხდება აი ზუსტად ამ ტიპთან კომენტარებში კიდევ დამიწერეს რომ დანა არის აქ ჩასისხლიანებული იმედია ნამდვილი დანა არ არის ძალიან უცნაური ოთახი არის და ძალიან უცნაური ტიპია ასე რომ არ ვიცი მოვიტანე სათამაშო შვენიერია მე ვიცოდი რომ შეძლებდი მადლობა bro მე მანდ ერთი წამითაც ავნერვიულდი კი აბა დარჩა მარტო ის რომ უნდა მივცე დეტექტივს და საქმე გაკეთებულია კაი მე უნდა მივცე ხო დეტექტივი სადაა დეტექტივი გონი პირველ სართულზე იყო ხო აკა უნდა ვესაუბრო გამარჯობა დეტექტივო პრივეტ სალ გონი ვიცი ვინც გააკეთა ეს შელაპარაკობდი იმ ბიჭთან ლარისთან საიდან იცის სამწუხაროდ მე არ შემიძლია მივიღო სიტყვები ახალგაზრდის თინეიჯერის რადგან ნასამართლეობა ჰქონდა თუ რაღაც ეგეთი სუფთა მონეტის ეს რას ნიშნავს არ ვიცი ნუ მე მომისმინე მე ვაფასებ რომ თქვენ ცდილობთ დახმარებას თუ არ გაქვთ არანაირი მტკიცებულება კაროჩე მაგ სათამაშო აი ნახეთ შევხედოთ ეს ჩარლის ბინიდან არის საიდან გაგშენ მე უბრალოდ მივდიოდი და ვესალმებოდი ყველა მეზობელთან ნუ ხვდებით ვეცნობოდი ყველას და ჩარლისთანაც შევედი მან ვანახა თავისი სათამაშოების კოლექცია და შევამჩნიე რომ მან იყო სისხლი ერთ სათამაშოზე და ვიფიქრე რომ ის ალბათ დაეხმარება გამოძიებაში ამიტომ ჩავდე პარკში ლანჩის პარკში ესე იგი ახალგაზრდა დეტექტივი იღებს საქმეს დუდი არ არის ბიჭო გავითვალისწინებ ამას მაგრამ შემდეგში თავდაპირველად შენ ჩვენ გვეტყვი ამას და არა საფრთხეში იგდებ თავს კარგი წერ შევთანხმდით რა მოხდება ახლა ძალიან მოინტერესებს What is this? ახალი ტაჩკა გაგვიხსნა. ედისონი აპარტმენტები, welcome home. What? გასვლა შემიძლია. ერთი წამი დაკავებული იქნება ახლა ის, რა ქვია იმას. რა არის? საწყალი, თუმცა რა საწყალი თუ მოკლა, ხალი თუ მოკლა. ვაიმე უნდა ერთწამოდი ამას ვკითხო. კარგი საქმე შეასრულე სალ. შეგიძლია დაიძინო წყნარად. ნუ, ამასთან შეგვიძლია ვისაუბროთ. მე უდანაშაულო ვარ, გეფიცები. მე მეგონა რომ მეგობრები ვართ. იმედია ეგ ტიპი არის და არა ვიღაც სხვა, ხო? ახლო არავინ არ იყო. ასე რომ მე შევიხედე ფურგონის ფანჯარაში. რა არის? ის მკვდარი ქალი იყო. მსგავსი საშინელი სანახაობა ყველას გააგიჟებს. მით უმეტეს თინეიჯერს. 15 წლის ასაკში რომ გახდე ორი მკვლელობის მოწმე, ეს სავარაუდოდ დატოვა თავისი კვალი. კი, ალბათ. კიდე რამოდენიმე წელში იყო აღმოჩენილი ახალი მტკიცებულებები. ერთი წავიდა და დამაშოკა. ასე რომ მტკიცებულებები იყო, რომ ჩარლის ცრუ ბრალდება დაადეს. რა, ანუ მაგან არ მოკლა? ხო გითხარით, ის ტიპი ძალიან უცნაური ბიჭი იყო. იქნებ თვითონ მოკლა, ვაფშე. არაფრის შუაში იყო. ამდენი წელი იჯდა, ვაიმე. ამდენი წელი იჯდა ციხეში. ვაიმე.
გამოდის რომ ჩვენი ბრალია ხო რა ციხეში იჯდა არაფერი შუაში არ იყო გამოდის რას გრძნობ როცა ამაზე ფიქრობ აი მე ვიქრინჯები მე არ მჯერა რომ ის არ იყო კი შენ უკვე ამბობდი და რას ფიქრობ ლარიზე ხო ფიქრობ რომ ლარი მოკლა სინამდვილეში ამ სათამაშოდ და კაროჩე ლარი ჭკვიანი ბიჭია რა სპეციალურად გააკეთა ყველაფერი და ეს პონი დაუდო ჩარლის ფიქრობ მასე რადგან თვითონ მარტო ჩარლი იყო იმ ქალთან სახში ხო არ ვიცი და რა მასთან მე უკვე მოგიყევით რომ ჩვენ მეგობრობდით როცა ვსწავლობდით სკოლაში და შემდეგ შევწყვიტეთ მეგობრობა დავკარგეთ კონტაქტი ბოლოს არის შემდეგ გონი არ მოგწონს როცა მასზე ვლაპარაკობთ მე უბრალოდ ვერ ხვდები რისთვის მეკითხებით ერთ და იგივეს ყოველ ჯერზე მე მეგონა რომ უნდა დამეხმაროთ მე ვხვდები შენს გრძნობებს სალ მართლა და მინდა დაგეხმარო მაგრამ ვხედავ რომ რაღაცა არ გაძლევს წინსვლას მე არ შემიძლია დაგეხმარო თუ არ იქნები ბოლომდე ღია ჩემთან ხდები რაზე ვსაუბრობ კი ალბათ სამწუხაროდ დღეისთვის დრო დაგვიმთავრდა Oh my god მოიცადე და ახლა იტყვის ხო რომ ლარიმ გვითხრა რომ იმასთან ოთახში Oh my god რა იქნება ახლა მე ლარი ეს დოქტორი გაგიშდა ბოდიში აქ ძალიან უყურებენ გრაფიკს თუ შეიძლება შემდეგში ვისაუბროთ მაგაზე დებილი ხარ მე მასე ვინაკეთებს 2 წამით მოусმინებ ბავშვს თუ უკვე ბავშვი არა კიდე რაღაც მოხდა შემდეგი შეხვედრა იქნება ბოლო სანამ წახვალ სასამართლოში რა მოხდა მართლა გეხვეწები უნდა დაგეხმარო რა ვერ ხვდები ისე ვის გაიკეთე მე არ ამგონია რომ შენ მკვლელი ხარ სალ რა ერთი წამი გონი მარტო თქვენ მასე ფიქრობთ ვინ მოკლა ვინ არ მოკლა ვერ გავიგე ერთი წამი გაგრძელება არ იქნება რა მოხდა სალ მე არ დავტარდა სალი სათხარ Oh my god სად ვარ პატარ ბავშვი სალი ეს რა არის დამთავრდა თუ რა არის ალბათ იხსენებს დედა საყვარელოს შორს არ წახვიდე მინდა შევხედო ძაღლს დედა არ გესმისო? მოდი მამას დაველოდოთ. წუთზე იქნება. მაგრამ მე ძალიან მინდა. გეხვეწები შემიძლია მოვეპერო. კარგისალ. ბასკით საიღებს ახლა და შეგვიძლია წავიდეთ ერთად. იეი, მე ხეებთან ვიქნები. Oh my god, რა იქნება ახლა ერთად ხეებთან. დამერხევა ხო? მასე ხო არ დავსახიჩრდი ძაღლის გამო. რაღაც ძალიან შორს მივდივარ. ხეებში ვარ უკვე და დედა მოდი ხარ? ვაიმე ძაღლი დავინახე. რა არის ეგ? საწავედ. ეს რა არის სისხლი მაგ სახეზე? ძაღლის გამოა მგონი. ალბათ დამახტან რაღაც მაგ. რა ხდება კაცო ერთი წამით? ქალაქში უცებ როგორ გადავედი? რატო არ აქ? რა არის? What is happening? შესვლა რა არის? სად ვარ? მისის სანდერსონი ერთი წამით რა მადლობა რომ მოხვედი რომ დამეხმარო ტუალეტში არაფრის მისის სანდერსონ თვალსაც კი ვერ დაახამხამებთ ისე რომ დავამთავრებ შვენიერია გერმანიმ თვითონაც გააკეთებდა ამას მაგრამ სამწუხაროდ მისი თითები თითქოს და ბანანის ქერქია ხოლო გარეთ ძალიან სახიფათოა ხუდეები დიდი მადლობა ლარი საპირფარეშო მანდარი რა მე ვარ ლარი რასა გამიშვიდა რა ხوار მეღადავებით ან მე ვარ ლარი რა სად ვარ იქნებ პროსტა გიჟი ვარ იცით პონი ჰეი შენ მანდ გეხვეწები მიშველე
რა მოხდა? წყალი ის გაჩერდა. მე ისე მინდა ძილი. მე ვიცი როგორ შევაკეთო. გეხვეწები. იჩქარე. რა საბობს? ხوار ვარ გიჟი. არ მინდა, ძალიან არ მინდოდა. გიჟი ყოფილიყავი. არ მინდა. რეჩაგი, ღმერთო რა არის? რა არის? რა ზავაკეთებ, რა ვაკეთებ არ ვიცი. კიდე რეჩაგი? რა არის? თიწამით. კიდე რეჩაგი? იმუშავა. ესე ტუალეტს ვაკეთე? თუ რა? წყალი. ფუ, ვაიმე. რა არის? გიჟი ვარ მგონი ღმერთო. და ვიღაც შემოვიდა, მოკლავითო. მოკლა ვერაფერი ვერ გავიგე. და აგარი ის ვერ შევამჩნიე. აქ სამი სათამაშო იყო მანამდე თუ არა? არ ვიცი. მაიცა ქრება თუ რა არის? ვაი, სად მივდივარ? და ვინ მოკლა ბოლოს და ბოლო? სალ, ცოტა ახლოს მოდი. მინდა რაღაც გითხრა. რა არის? მე ვიცი რომ ხელსახლებდი ჩემს პონის. მე მეგონა რომ ჩვენ მეგობრები ვართ. სახეზე რა სჭირს? What the fuck? ეს დამეზის მრატურა ვერ გავიგე. მეორე ეპიზოდი. What? კიდე გაგრძელება? რა მაგარია? ბრო, შენ კიდე გესიზმრება ეს კოშმარები. ბოლოს იყო იმდენად ცუდი, როცა დედა გარდამეცვალა. ვფიქრობ რომ ყველაფერი ამ კორპუსის ბრალია. რაღაც ნიტო არის აქ რა. ვიცი ბრო, შენ ამაში დარწმუნებული ხარ, მაგრამ მე სერიოზულად ასე არ ვფიქრობ, რომ აქ მოჩვენებები ცხოვრობენ. მე აქ თითქმის მთელი ცხოვრება ვარ, მაგრამ არც ერთხელ დამინახია. მაგრამ რა? ნუ ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ვაიმე, მე უნდა რაღაცა გითხრა. წამოდიო, ღმერთო რას? ძალიან მაინტერესებს. მზად ხარ? არა, არ ვარ მზად, საერთოდ არ ვარ მზად. კაი, მოდი ვნახოთ. სამთარია? იქ კამერებია. ვაიმე, სად მივდივართ? ვაუ, და რატომ მე ადრე ამაზე არ მესმოდა. მე აქ მოვდივარ, როცა მინდა მარტო ვიყო. ეს ჩემი მარტოობის კოშკია. ვაუ, მაგარია. წავიდეთ, რა კაია. იმედია, მან არაფერი ისეთი არ იქნება. იმედია. რა მაგარია. მე ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდა სახლი ხეზე, როცა ვიყავი პატარა. კი, მამა ჩემმა ის ამიშენა მანამდე სანამ გაქრა. მაიცადე რა? რას ნიშნავს გაქრა? აი როგორც ხედავ, ჯერ აქ არის და ყველაფერი კარგად არის. ვაიმე, დავაჭირე და მე გაქრა ალბათ. და ყველა მისი ნივთი თავის ადგილზე დარჩა. ტანსაცმელი, ინსტრუმენტები, ყველაფერი ის უბრალოდ გაქრა. ჯანდაბა მე ასე ვწუხარლარი. მე ვიცი როგორი რთულია ეს. შენი მშობლები ვერ შეეწყვეს ერთმანეთს. ჩემ მშობლებს უყვარდათ ერთმანეთი. ისინი დაჟე თქმის არასდროს ჩხუბობდნენ. ვიცი როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს გვერდიდან, მაგრამ მამამ არ დაგვტოვა. იმას გულისხმობ რომ დედა ჩემი ფიქრობს რომ ეს ასია, მაგრამ მე კი ვიცი რომ ის არასდროს დაგვტოვებდა. ძალიან ვუყვარდით. მე მჯერა შენი. რას ფიქრობ რა მოხდა? მე ვიცი რომ შენ და პიხომი დარწმუნებული ხართ რომ ამ აპარტამენტებში მოჩვენები ცხოვრობენ, მაგრამ ვფიქრობ რომ საქმე აქ სხვაშია. რაში? მე თითქმის არავის არ ვუყვებოდი ამას, მაგრამ მე ვიცი რომ შემიძლია გენდო სალ. და ვიცი რომ შენ არ დამიგმობ. რა თქმა უნდა არა. ერთი დღით ადრე სანამ ის გაქრა, მე რაღაც გავაკეთე. რაზეც არ ვარ კმაყოფილი. ჩემმა მშობლებმა იყიდეს ფეირვერკები და ბევრჯერ მითხრეს რომ მას დაველოდო და არა ჩემით ვითამაშო, მაგრამ მე ვერ შემეძლო, მე ვერ დაველოდე. ვლოდინი არ შემეძლო.
bro. მე ჩავრთე რამოდენიმე გარეთ და ერთი შეფრინდა მისის გიბსონის ფანჯარაში. და მოკლა მისი კურდღელი. მისის გიბსონი ვინა? ჯანდაბა, საშინელება. მე გავიქეცი რომ მენახა როგორ არის, მაგრამ ის გიჟვით ყვიროდა. მაგრამ მე ძალიან მრცხვენოდა, საწყალი კურდღელი. მაგრამ ლიფტში როცა ჩავდიოდი, მაშინ დავინახე დემონი. მან გამოსწია ხელი და მე შემეხო. ციცივი ჟრუანტელმა ჩამიარა. ისე მეშინოდა თითქოს ახლა გურებს დავდებდიო. მე ვფიქრობდი რომ გავგიჟდი, მაგრამ ის გაქრა ისევე სწრაფად, როგორც გაჩნდა. მაშინვე როცა კარები გაიღო, ის დამწყევლა. იმის გამო რაც გავაკეთე. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან ცუდად წავიდა, ესე ვთქვათ. და მამა გაქრა. Oh my god. დედა რაღაც დრო საერთოდ აღარ ლაპარაკობდა. მე 2 კვირა ციხეში გავატარე არასრულწლოვნებისთვის. მომპარეს ველოსიპედი. იმდენად ბევრი სკოლა გამოვტოვე. გაკვეთილები ხო? ძალიან ბევრი გაკვეთილები გამოტოვა. ამიტომაც მომეწია წავსულიყავი გაკვეთილებზე ზაფხულში. Damn. იმის შემდეგ ჩემს გარშემო საშინელებები ხდება. შენ ფიქრობ რომ ეს წყევლა მოგპარა მამაშენი? ვფიქრობ რასაც გავს, მაგრამ ეს სიმართლეა. ჩემი ბრალია ყველაფერში. მამა, კურდღელი, მისის სანდერსონი, ყველაფერი. ვაუ, მოიცადე მენ. დაჟე თუ შენზე რაღაც წყევლა არის. შენ არ შეგიძლია იფიქრო რომ ყველაფერი შენს გამო არის, რაც ცუდი ხდება ამ სოფლიოში. იღებ ბრალს ყველაფერზე. როგორ გამოიყურებოდა ეს დემონი? მე ადრე არასდროს არ მინახია ასეთი. თითქოს და მოსიარულე ჩრდილია, შავი, მაგრამ ადამიანის სილუეტით არის. მაგრამ ყველაზე საჩინელება იყო თვალები. ეს ღრმა წითელი თვალები. ჯანდაბა. რა? მეც დავინახე შენი დემონი. ეხლა დავებიო, როდის? გეფიცები. მართლა მახსოვს, წინა სერიაში დავინახეთ. მე დავინახე ის კორპუსში. ის ზუსტად ასეთია, როგორც შენ იძახი. ხარ ვიცი, bro. და რა იქნება თუ ჩვენ მოვხსნით ამ წყევლას? და როგორ გავაკეთებთ ამას? შეგვიძლია გავიგოთ მოჩვენებებზე მეტი. რატომაც არა? დასაკარგი არაფერი მაქვს. შკაფი. სურათი შეგვიძლია ვნახოთ. ვაუ. უცნაურია. რაშია საქმე? მე ვიპოვე ეს უცნაური კარტრიჯი ამ სათამაშოსთვის, ყუთში დაკარგული ნივთებით. მგონი ის რეაგირებს პარანორმალურ აქტივობაზე. ერთ-ერთი ბოლო სურათი არის, რომელიც ერთად გავაკეთეთ. კაი. უნდა შევხედოთ ჯერ კარგად. ხო, ის კარტრიჯი რატომღაც ფრიალებდა, ესე ვთქვათ. რები გვაქვს აქ? ჟურნალები, ბლა. ეს რა არის? რამოდენიმე ბილეთი კონცერტზე. ეს რა არის? რაღაც ვიპოვე შკატულკა. მგონი ის დაკეტილი არისო. ავიღოთ მაშინ. რა არის ამ შკატულკაში? არ ვიცი რა არის ძმაო. ის მამა ჩემს ეკუთვნოდა. მე არ ვიცი დღემდე როგორ გავაღო. მგონი აკლია ერთი დეტალი. მართალი ხარ? არც დამინახია რომ რაღაც აკლდა. შემიძლია წავიღო თან? კი წაიღე. მაგარია. ვაუ. მითხარი თუ გაღება შეძლებ. რა თქმა უნდა. ვაუ, ახლა შეგვიძლია წავიდეთ. მაგარი თამაშია, მუცუც. ისეთი რაღაც ისტორიები იხსნება, ძალიან საინტერესოა რა ხდება. კამერაც რო აყენია. დედა ძალიან გაცივებული არის და აქ უნდა დარჩეს. კი, მე შევამჩნიე. მითხარი თუ რაღაც დაგჭირდება. მადლობა, საულ. შეიცვალა ნახატები? არა, მარტო ერთი ნახატი შეიცვალა. Oh my god. ითხოვა მეგანის, იცის თუ არა რამე ამ დემონზე? იმედია დღეს გამოჩნდება. ისიც მოჩვენება? გე დედამისი მგონი გაცივებულია, ხო? აქ რო დავინახეთ დემონი წეღან. რამე შეიცვალა? ჩემი სურათი გაჩნდა, რა საყვარლო. ოქ შევხედოთ, ხო იქნებ რამე შეა. ლიზას ოთახში შევედი. ვაი, მე არა, იქნებ მეც გავცივდები. შემიძლია ვესაუბრო? გამარჯობა ლიზა, როგორ ხართ დღეს? უკეთესად გრძნობ თავს. მგონი ყველაფერი გამივლისო, ბლა. მე იმედია მართლა გამოკეთდება. მის ვინ არის?
ვინ არის? ამას ქვია პიხი. რა სახელია პიხი? არ ვიცი, მაგრამ ასე ქვია. მითხარ დაკავებული პიხო. Привет, Sally, და ხუთმაცებული. ასე ეძახიან რა. ველოდების სანამ ადამიანი შეავსებს სნექებით ამ ავტომატს რა. ყოველთვის ვიწყებ შაბათს შოკოლადით. გატყობა, მე თვითონაც ვიწყებ დასვენების დღეებს თამაშებით და მულტფილმებით. აჰა, საყვარლები. კამერები დააყენეს. სავარაუდოდ მე შევძლებთ ამ კამერებში ჩახედვას. საინტერესოა. 403 დაკეტილია. 404-ით გაგვიჯდა. მგონი აქ არავინ არ ცხოვრობს. სავარაუდოდ გადავიდნენ, როცა გვერდზე ბინაში რაღაც მოხდა. რადგან წინა ნაწილში მახსოვს, რომ აქ ვიღაცა იდგა. ცნაურია, აქ ჩვენ ვცხოვრობთ, ხო? რა ხდება ჩვენთან სახლში? კატას და გიზმო, ჩვენი კატა გიზმო. როგორ უყურებს ტელევიზორს? რას უყურებ მანდ მეგობარო? საჭმელი კატა. კატის კურკლები, არაფერი უცნაური. სამზარეულოში რა გვაქვს? ხო, ცოტა მეტი ადგილი გაგვიჩნდა, რადგან კატა, წინაზეც იყო კატა, მაგრამ ესეთი უცნაური კატა არა. ჩემი ოთახი, ცოტა განსხვავებული გახდა, ხო? აქეთ რა ხდება? ანუ ახლა ოთახს დაემსგავსა. ვაუ, ეტყობა მეც მიყვარს როკი. მაგარია, რადგან სინამდვილეში მეც მიყვარს როკი. აქ რაღაც წამლები არის. იქნებ ცოტათი ვერა ვარ. ეს მამის ოთახი არის. ვაუ. ხაკერია მამა ჩვენი. გამარჯობა მამი. ახლა შემიძლია ლაპარაკი სალ. მოკლედ მუშაობს. კაი მამა. საინტერესოა რომ რაღაცები იცვლება. კაი მაშინ გავიდე რაღაც სტრიჩი მუსიკა იწყება როცა გავდივარ. აი, ნახეთ კამერები აყენია ყველგან. რობერტის, აქ რობერტი ცხოვრობს. რობერტი ვინა? არ ვიცი ჯერ, ალბათ ახალი პერსონაჟია. არ არის სახლში. მეხუთე სართულზე ვნახოთ, სადაც ხდებოდა რაღაც კრიპი რამეები. მაგარი მუსიკაა, უწოც. ხო, კიდე არემონტებენ ამ სართულს. დაკეტილია. აქ ისევ შევდივარ. აქ უნდა დავუძახო ლარის. რომ შეძლოს მეგანთან გაცნობა. მაშინ ეგრევე დამიჯერებს, რომ ედისონის აპარტმენტებში ცხოვრობენ მოჩვენებები. ლარი, გესმის ჩემი? კიდე რა არის? ვაი, როგორ მოწონს ეს თამაში? რაღაც საინტერესო პერსონაჟები არიან, როგორც სალი, როგორც ლარი. ამაზე всё. შეგიძლია ამოხვიდე 504-ში. კიდე და ახლახანს დალია თავისი წამლები. ასე რომ კიდე დიდი ხანია არ გაიღვიძებს. ახლა ვით წამოვალ. ოკეი. ასე რომ რა გინდოდა გემენა. მოკლედ რა გინდოდა გეჩვენებინა? ძალიან საინტერესო თამაში არის. წამოდი, ის საპირფარეშოშია. ის? უბრალოდ წამომყევი. Oh my god. საძინებელი დაკეტილია. ეს აქ არის ხო საპირფარეში? წინაზე არ იღებოდა ეს საპირფარეშო, ეხლა კიდე გაიხო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის აქ ყველაფერი. ჩუმათო. და რა არის? უბრალოდ მოიცადე ერთი წამი. მეგან, აქ ხარ? მინდა გაგაცნო ჩემი მეგობარი ლარი. და მართლა გამოჩნდება რაღაც? მეგობარი მგონია რომ აქ არავინ არ არის. ალბათ ეშინია. საკმაოდ მორცხვია. თუმცა მე დიდი ხანია უკვე არ შემიძლია, უკვე დიდი ხანია არ მაჩვენებს თავს. იბედია კარგად არის. გამოდის რომ შენ მოდიხარ ამ ობიან საპირფარეშოში იმისთვის რომ დაელაპარაკო მკვდარ გოგონას? და ხშირად აკეთებ მასე? შეიძლება ცოტათი ვერა ვართ და რაღაცები გვეჩვენება, ანუ არ ვიცით. მე უკვე გეუბნებოდი რომ მასთან ერთად რამოდენიმეჯერ ვლაპარაკობდით, მაგრამ ის დიდი ხანია არ გამოჩენილა. ლარი, მე არ ვარ გიჟი. დაგიმტკიცებ. ჰეი, მეგობარო, მე არც გეუბნებოდი რომ გიჟი ხარ. როგორც იქნა, მე გენდობი. ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. და თუ ეს დაგვეხმარება რომ ვიპოვო მამა ჩემი, მაშინ მე საქმეში ვარ. მე მართლა მეგონა რომ დღეს შევძლებდით მასთან დალაპარაკებას, ასეთი გრძნობა მქონდა. ძმაო, იცი ვისთან უნდა დაელაპარაკო? ტოდთან. ის ყველაზე ჭკვიანია, ვისაც კი ვიცნობ. ისიც გიждდება ამ ზებუნებრივ რაღაცებზე, დებილობებზე, აქ ესე წერია. ვფიქრობ რომ ის რამენაირად დაგვეხმარება. ტოდი, სერიოზულად? ხო, ვერ
დღეს დროს ვიფიქრებდი, რომ მას ამის სჯერა. ის მეჩვენებოდა ყოველთვის ისეთი ნორმალური, გონივრული. ხა, კი, როგორც რაღაც მაგდაგვარი. აი, წავალ დაველაპარაკები და გავიგებ რაღაცას გავიგებ რა. აი, მე დავბრუნდები სახლში და ვნახავ როგორ არის დედაჩემი. ღმერთ ჩემო და ესე იგი ვიღაცა მოკვდა, ხო? ვიღაც გოგონა. Creepy. Yeah. აქ არაფერი აღარ არის, ხო? კიდევ შევედი 502-ში. What is this? ერთი წამი და არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან creepy ადგილი არის. ჩასისხლიანებული გალია. გეუბნებით ამ აპარტმენტებში რაღაც ხდება. დაკეტილია. აქ ცხოვრობს ის პიხი თუ ვიღაც, ძალიან დებილობა სახლებია. არავინ არ არის სახლში და ყველგან დგას კამერები. აუ რა, დაწაფული ისეთ მუსიკა არის. ვაიმეს ვინ არის? დევიდი. ვინ არის ეგ? ტრუსიკში რო გამოდის ესე. გამარჯობა სალ, როგორ ხარ? გამარჯობა დევიდ. სად არის შენი შარვალი? ისინი ჯერჯერობით კიდევ გასარეცხებში მაგ. სარას უნდა მოეტანა, მაგრამ ნუ როგორც ჩანს რაღაც არ გამოვიდა ხომ ხვდები. დავიკარგეთ დროში. ხომ არ გინახია მოჩვენებები ახლო-მახლო? რა თქმა უნდა. What are you talking about? ჩემი წარსულის მოჩვენებები კიდევ არ მაძლევენ დაძინებას. როგორც კი გადმოვედი აქ, თითქმის არ მძინავს. და რას ფიქრობ მოჩვენებებზე წინა მეზობლების. მომისმინე სალ. გეყო ნარკოტიკების მიღებაო. დამიჯერე მის გარეშე უკეთესი იქნება. არ გაიმეორო ჩემი შეცდომები. მაგიტო აქ ეგეთი სახე? ეს სალი მომწონს რაღაცა ცნაურად. საყვარელი. არ ვიცი, ესეთი უცნაური რაღაცები რატომ მიყვარს, არ ვიცი. ისინი ახლა დაკავებულები არიან. ჯობი არ შევაწუხო. მაგარი უციკა, როგორ მოწონს კაცო. 203. ვინ ცხოვრობს აქ? ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობდა, გადავიდნენ იმის მერე, რაც მოვიდა ჩარლის. ეს ჩარლიც რა, ვერ გავიგე. ძველი ჩარლის ოთახი, ის ბინა, არაფერი არ არის. სამზარეულო. საპირფარეშო. ღმერთო, ეს სუნი ჯერ კიდევ აქ დგას. მან არ შევალ. ფუფ, დიებეთ. აქ არაფერი არ არის, ან შეგვიძლია დავიაროთ, იქნებოდა მოჩვენებას ვიპოვით, ხო? იქნებ მამამისი მოჩვენება გახდა. მაგრამ რის გამო? იმედია ვიღაცა არ მოკლა. ღმერთო. უნდა გავარკვ. ვაიმე? ვიღაც იქნება აქ ახლა. ტოდი, ხო, აქ ეგ არის. მაგას ვეძებდი თამდენი ხანი. გამარჯობა სალი და ქუცმაცებული. რადგან სახე გვაქვს და ქუცმაცებული თუ აუ რა მოკლინთ. შევედით. ხალხი. ფოტოში ეგრევე ვერ გიპასუხე. ჩვენ აქ ეშლისთან ვმეცადინეობდით და ახლა დავამთავრეთ. იცნობთ ერთმანეთს? პრივეტ, მე ეში ვარ. შეუყვარდა მგონი. ეგრე ხმაზე მივხვდი. და შენ ხარ როგორც ვიცი სალი და ქუცმაცებული. მადლობა ძალიან სასიამოვნო. მე იმდენი ნასმენი მაქვს შენზე. მე მართლა? კი, ყველაფერი კარგი. გეფიცები. მიხარია რომ ძლივს შევძელით გაცნობა. ზღორლობა. და მეც. უფრო სწორად იმას გულისხმობ, მეც მიხარია შენთან გაცნობა. ხმე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი სალაპარაკოდ, მაგრამ უნდა გავიქცე. მადლობა დახმარებისთვის, ტოდ. არ არის პრობლემა. შემდეგ კვირას კიდევ ველოდები, რომ ვიმეცადინოთ ალგებრაში. შევთანხმდით, გნახავთ მეგობრებო. იმედია კიდევ ახლო მომავალში შევხვდებით, სალი და ქუცმაცებული. რატომ ეწაღია და ასე? კი, მაგარი იქნებოდა. კარგი დასვენება ბიჭებო. და შენს. საყვარელი. ყველაფერი კარგად არის ალ. რაღაც ნერვიული ხარ. კი. შეუყვარდა. და საყვარლობა. კარგად ვარ. ყველაფერი კარგად არის. ნუ კაი. რა გინდოდა? ეში მეჩვენება კაი გოგო. ისიც მე-9-ში სწავლობს. მომიყევი მას. ისი სახელია ეშლი კემბელი. ისიც როგორც ჩვენ მე-9 კლასშია.
ძალიან კარგი ადამიანია. მას ძალიან რთულად ეძლევა მათემატიკა. ამიტომ მე ვეხმარები ბოლო რამოდენიმე კვირა. ის კიდე ზოგჯერ მეხმარება ხატვაში. ვფიქრობ ის კარგი მეგობარია. კი ალბათ. შენ ხო ეშლის გამო არ მოხვედი რა გინდოდაო? ხო, მე ვხედავ მკვდრებს. ესე პირდაპირ? მე მჭირდება შენი დახმარება, მოდი ესე დავიწყოთ შორიდან. მადლობა რომ გამიზიარე. ვფიქრობ რომ შემიძლია დაგეხმარო. იცი, ვფიქრობ რომ ჩემს საპირფარეშოში ცხოვრობს მოშვენება. ყოველ საპირფარეშოში რატო ცხოვრობს მოშვენება ვერ გავიგე. მართლა? კი, საკმაოდ უცნაური დამთხვევაა, რომ შენ და შენი მეგანი და ჩემი მოშვენება ცხოვრობს საპირფარეშოში. შეიძლება ამ ტრუბებში გადაადგილდებიან. მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი ჰიპოთეზაა. კონსოლი გაქვს თან? კი. კაია. ამოდი საპირფარეშო შევამოწმოთ. ნუ წამოდით. როგორ ეძახი ზოგადად მეგანს? კონსოლი ყოველთვის ირთვება, როცა ის ახლოსაა? ყოველთვის არა. მე უბრალოდ ვიწყებ მასთან დალაპარაკებას. ზოგჯერ ის გამოდის ჩემთან, ზოგჯერ არა. კარგი, ცადე იგივე, რომ მოჩვენება გამოვიდეს ჩვენთან. აქ ვიღაც არის? ზიანის მიყენება არ გვინდა, შენ მეგობრები ვართ. ვიღაც არის? გონი ვიღაც არავინ არა. არაფერი არ ხდება და კონსოლიც არ ირთვება. აზრი მაქვს. შემიძლია გავაუმჯობესო შენი კონსოლი, რომ ის უფრო რეაგირებადი გახდეს ზებუნებრივ აქტივობებზე. მაგრა ჭხერს. ამისთვის მე დამჭირდება ორი ნივთი. პირველ რიგში რაღაცა, რაც სიგნალის ხაზს და უფრო დაიჭერს და მეორე რიგში ის, რაც ელექტრობას მოუმატებს. მაგალითად, ანტენა და აკუმულატორი? ზუსტად. თუ რამე ჩემს ოთახში ვიქნები. ანუ გვჭირდება ანტენა და აკუმულატორი. ჩილიმი? ოკეი. ტოდი. ჩანდაბაში ვიპოვა ეს აკუმულატორი და რაღაცები და ანტენა. აქ ვინმე არის? არავინ არ არის? აქ პირველზე რა ხდება არ გვინახია. მოდით ნახოთ. მის როზენბერგი ცხოვრობს. ვინ არის მან? სალი ვარ ზემოდან. რაღაც გინდოდა? უბრალოდ ლაპარაკი. ჩემთან? ნუ კაი, შემოდი. კარი არ არის დაკეტილი. ვაიმე. გამარჯობა სალი. Excuse me? რა მოიყვანა ასეთი ახალგაზრდა გოგო? როგორც შენ? ისეთ მოხუც ქალთან როგორც მე. პირველ რიგში არ ვარ გოგო რა. ნუ, ის სალი არ არის გოგო. გამარჯობა მის როზენბერგი. მე მინდოდა მეკითხა რამოდენიმე კითხვა. მე მინდოდა მის რამოდენიმე კითხვა. რანაირი ქართულად ლაპარაკობ არ ვიცი. მკითხე ბავშვო. მე ძალიან ცოტა დამჩა, მაგრამ დრო საკმაოდ ბევრი მაქვს. კი, დროც მაქვს, მაგრამ ისიც მალე დაქრება. ხოლო შეიძლება საერთოდ არც ვფლობდი. ძალიან უცნაური კონცეფცია, არა? დრო. სანამ ზიხარ მარტო შენს თავში, ისეთი აზრები მიქრის, რაც დევს ფარდის უკან. ცოტა თარგმნე რა გამიგეთ ახლა. თუ ამაზე ბევრს ვიფიქრებ, მსოფლიო ხდება უაზრო. კი, დრო ყველაზე ნამდვილი საიდუმლოა. ოი, ძალიან ბევრს ვლაპარაკობ. ბოდიში საყვარელი სალი. საყვარელო სალი. შენ გინდოდა რაღაც გეკითხა? კაი, გონია რომ გოგო ვარ, ალბათ პრიჩოს გამო. სადმე გინახიათ მოჩვენებები? მოჩვენებები? რისთვის ფიქრობ ისეთ რაღაცეებზე, როგორც მოჩვენებები? სალი, შენ ისეთი საყვარელი გოგო ხარ. შენ მახსენებ ჩემ თავს, საერთოდ სხვა დროიდან. ერთი რაღაც გააკეთე. ისი ამონე ცხოვრებით სანამ შეგიძლია. კაი. ყველაფერი გავიგე. არაფერი გავიგეთ, მოკლედ მოჩვენებებზე. მისის გიბსონი. ვფიქრობ, მისის გიბსონი მცემს თუ კიდევ ერთხელ შევუშლი ხელს. მეგობრები, ამაზე გავუჭედე. არ ვიცი, სად იყო ის რაღაცა. და ვფიქრობ, ამაზე მე დავამთავრებ ამ სერიალს. თან არ მინდა რომ ძალიან გრძელი ვიდეოს გამოვიდეს, ასე რომ თუ გინდათ მესამე ნაწილი, ველოდებით თქვენგან ლაიქს, კომენტარს. ხოლო ამასთან გემშვიდობებით, შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში ნაკლდის. ძალიან მაინტერესებს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი და ძალიან საინტერესო თამაში არის. არ ვიცი როგორ თქვენ, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს. ძალიან საინტერესო არის რა. ნახვამდის და დროებით.